მოგესალმებით მეგობრებო, დაიწყო დიდი გადაცემა, ბატონი თორნიკე ჭეიშვილი პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის წევრი, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობთ რომ მოგზავნით. მოგესალმებით, მადლობა პირიქით ბატონ შალომ მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემოყურებელს. სარჩელი დავიწყოთ, რომელიც უკვე გავზადდა, რომელიც უკვე გასაჯაროვდა. სარჩელში ქართული ოცნება ითხოვს სამი პარტიის აკრძალვას. კითხვა მთავარი არის საზოგადოებაში შემდეგი. ორი პარტია გასაგებია. ლელო რატომ? ბატონო, ხონუ პირველი ეს ახალი ამბავი, გუშინდელი ამბავი რაც არის გახლავთ რომ უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი, ეს ნიშნავს იმას რომ დაიწყო შესაბამისად 9 თვიანი ვადის დინება, ათვლა და 9 თვის თავზე უკვე კანონმდებლობის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება მოთხოვნიდან გამომდინარე და როგორც თქვენ ბრძანეთ, მოთხოვნილი გახლავთ სამი არაკონსტიტუციური პარტიის აკრძალვა, რის პრეროგატივაც ექსკლუზიურად არის სწორედ საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს საქმე. რაც შეეხება იმას თუ რა კრიტერიუმით მოხვდნენ ეს პარტიები შესაბამის სარჩელში, ხო გარკვეულწილად შეიძლება მართლაც რიტორიკული იყოს ნაცმოძრაობაზე და ახალზე ამ თვალსაზრისით ლაპარაკი, იმიტომ რომ ჯერ ერთი გასაგებია რომ ეს არის ისტორიულად ერთიანი გუნდი და ეხლა თუ გადავალებთ თვალს შესაბამის პირებს, მათ ლიდერებს და ასე შემდეგ, ეხლა იქ რომ არაფერი ვთქვათ მათ იდეოლოგიაზე, პარტიულ სოფხედულობაზე და სხვა, ნუ გასაგებია რომ მართლაც იმთავითვე თან არსებობდნენ აღნიშნული პოლიტიკოსები თუ იდეოლოგიები ერთი ხოლგის ქვეშ. მეორე მხრივ რაც შეეხება ლელოს, ჯერ ერთი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ სხვათა შორის დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ფონზეც დადასტურდა და ასევე არის ასახული შესაბამის დასკვნაში, რომ ამ პარტიის ლიდერები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისინი არ იყვნენ პოლიტიკოსები, არ იყვნენ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლები და ლიდერები, იყვნენ იმ სისტემის ნაწილი, რასაც ერქვა ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი სისტემა. გულისხმობ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ 2012 წლამდე ესე იგი მათ შორის ხაზარაძის, ჯაფარეძის და მათი სხვა კოლეგების ბჭყალებში ჩართულობით ხდებოდა მათ შორის იმ სქემების განხორციელება, რომელიც უკავშირდება ბიზნესზე ზეწოლას, რეკეტს, ეგრეთ წოდებული ღამის ნოტარიუსების ინსტიტუტს, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ და ასე ვთქვათ, იმ საქმიანობას, რაც საბოლოო ჯამში მიდის ადამიანის უფლებების დარღვევამდე, ვინაიდან მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლება და ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. შემდგომ უკვე რომ გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ, ეს ისტორია და თხრობა, ვხედავთ იმას, რომ მოგვიანებით ეს პირები ქმნიან უკვე პოლიტიკურ გაერთიანებას, პოლიტიკურ ძალას და თუ არ ვცდები, ეს ხდება 2019 წლის მიწურულს, 2019 წლის დეკემბერში უკვე ისინი როგორც პარტია რეგისტრირდებიან და ამის შემდეგ იწყება მათი ასე ძალიან აქტიური უკვე ჩართულობა იმ პროცესში, რასაც ქვია საბოტაჟირება დემოკრატიული ასე ვთქვათ პროცესისა, დემოკრატიული პრინციპის და კერძოდ არჩევნების. რატომ? იმიტომ რომ როგორც 2020 წელთან მიმართებით, ისე შემდგომ უკვე განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ჩვენ ვიხილეთ მათი მხრიდან პირდაპირი თანამზრახველობა იმ გეგმისა, რასაც ერქვა აი ამ არჩევნების ფაქტობრივად გაუქმებულად გამოცხადება იმის გამო, რომ იქ არ დადგა ისეთი შედეგი, რომელიც სურდათ ამძალებს და რაც თავარია ამძალების გარე პატრონებს და ნუ აქ უკვე ტოლობის ნიშანი შეიძლება დაისვას იმასთან მიმართებით, რომ სწორედ
კოლექტიურ ნაცმოძრაობაში შემავალი აი ეს ჯგუფი წარმოადგენს რეალურად იმ აგენტურას, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ და სწორად ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, ვისთან გვაქვს ჩვენ მათი სახით საქმე და ასევე მე არ შემეძლია არ გავიხსენო, აი ხა თუ ლელოზე ვილაპარაკებთ აი ეს ბოლო არჩევნები 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები, დიახ, როდესაც აი კონკრეტულად მათი პარტიის წარმომადგენლები, ჯერ ახლა ის აბსურდული განცხადებები ალბათ ყველა ძალიან კარგად ახსოვს, წინასაარჩევნო დაპირებად თითქოს გააჟღერეს ის, რომ მოახდენდნენ მაგალითად ქალაქ თბილისის პარალიზებას, ის შეკრებები, რომელიც რეალურად არის არაკანონიერი, როგორღაც იქნებოდა მიღწეული მათი ჩართულობით, რომ მიიღებდა სანქცირებულ ხასიათს და ხო იქნებოდა მასობრივი და თავარი ერთ-ერთი მომენტი ნიუანსი განცხადება, რაც მათი მხრიდან კეთდებოდა, იყო ის, რომ ესე იგი დღისით თუ დილით არჩევნებზე საღამოს უკვე რუსთაველზე ოღონდ რუსთაველზე რა გინდა მიდიხარ ხელისუფლების დასამხობად, ხო, რაც პირდაპირ ჰქონდათ გაცხადებული და რაც შემდგომ დადასტურდა მათივე ქმედებებიდან გამომდინარე, ხო, ანუ კუმულაციურად ეხა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკვე თქვენ სამი მიზეზი დაასახელეთ, პირველი ეს არის ორი ხანდაზმული თაღლითის ქმედება, ბანკი კონსტანტა და ასე შემდეგ თელი წყება არის საქმეების მეორე არის მათი ქმედება უკვე როცა პარტია ჩამოყალიბეს და პრაქტიკულად უარი არჩევნებზე ბოიკოტირება და მესამე კონკრეტულად იმ დღეს ამ არჩევნებზე რასაც ქმედებდნენ, თუმცა მეორე და მესამე შეიძლება გავაერთიანოთ. ეხლა საინტერესო იურიდიული ხასიათის შეკითხვა. საპარლამენტო კომისიაზე გამოვლენილი ფაქტები. ხომ ამას ხო განაჩენის ძალა არა აქვს? კი ბატონო. შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტებს ვიყენებთ ადამიანებისთვის საკონსტიტუციო რაც კონსტიტუციით აქვს უზრუნველყოფილი იმ საქმეების ასაკრძალად. ხომ არ მოითხოვს ეს, რომ იმ საქმეებზე, რომელიც განიხილეს, სისხლის სამართლის განაჩენი დადგეს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ოპონენტი გეტყვით, რომ ეს იყო მხოლოდ დაზარალებულთა მიერ მოყოლილი ამბავი, ამაზე საქმე უნდა აღიძრას, თუ არის დანაშაული და მოსამართლემ უნდა გამოიტანოს განაჩენი და პრეუდიციულ ამბავში განიხილება ეს განაჩენი საკონსტიტუციოს მიერ. მესმის რასაც გულისხმობთ, ახლა პირველი როცა ვსაუბრობ ზოგადად დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, იქ მოყვანილ ფაქტებთან მიმართებით მთელი შემთხვევაში უკვე გამამტყუნებელი განაჩენები ისედაც არის დამდგარი. გარკვეულ შემთხვევაში თუ კი გაჩნდა ამის საჭიროება, დროებით საგამოძიებო კომისია მათ შორის ბუნებრივია კომუნიკაციაში იყო და თანამშრომლობდა პროკურატურასთან და ისედაც ახლა ეს რომელიც იყო შეთავაზებული, როცა საჯაროდ ხდებოდა ამ ყველაფრის გაჟღერება და კომუნიცირება, ხო, საზოგადოების წინაშე, თავისთავად პროკურატურისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ რომ საჯაროდ გაცხადებული ასევე ინფორმაცია შეიძლება გახდეს ამ შემთხვევაში ინტერესის საგანი საგამოძიებო ორგანოებიცა. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ამ შემთხვევაში ორი მთავარი რამ. ერთი არის კონკრეტული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ბუნებრივია ამას აქვს თავისი შესაბამისი სტანდარტი, ამიტომ არსებობს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, საპროცესო კანონმდებლობა და ასე შემდეგ, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ასე ვთქვათ უკვე კონსტიტუციურ სამართლებრივი განზომილება, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ აქ ცალკეულ ინდივიდებზე კი აღარ არის უკვე საუბარი, არამედ ამ დანაშაულებს აქვს რეალურად სისტემატური და სისტემური ხასიათი. მაგალითად, ადამიანის უფლებათა დარღვევა სწორედ აი ასეთი ხასიათი ჰქონდა და ეს არ არის ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები, აქ პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია ჩავხედოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და იქ შავი თეთრზე წერია ზუსტად იგივე სიტყვები. ამდენად, ესე იგი, აქ უკვე ჩვენს მივდივართ სადამდე, რომ რეალურად ეს ხდება ცალკეული ნებავთ პოლიტიკოსების თუ მათთან აფილირებული პირების ჭყალებში ნამოღვაწარს და მოითხოვს სხვა ტიპის სამართლებრივ რეაგირებას. რეალურად აქ არის, აი ნახეთ როგორი მიდგომა ძალიან ესეთ იურიდიულ ცოტა დეტალებში შევიდეთ, დიახ. ესე იგი, კონსტიტუციური წყობილება, ხო, აი შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რა არის კონსტიტუციური წყობილება. ხა ზოგიერთი კომენტარი მოვისმინე, ვითომ და ოპონენტების და ცოტა ღიმილის მომგვრელი არის თუ როგორ არასერიოზულ განმარტებას აკეთებენ ისინი კონსტიტუციურ წყობასთან და წყობილებასთან დაკავშირებით. რეალურად ეს არის რა, რაზეც დგას საბოლოო ჯამში კონსტიტუციური წესრიგი, რაზეც დგას
სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ პირველ ყოვლისა პრინციპებზე. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც ასევე თავის მხრივ ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპს, რომელიც ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ, რომელიც დგას დემოკრატიის პრინციპზე და მე მგონი ყველამ კარგად ვიცით ხო, რაც არის ეს დემოკრატია, მათ შორის წარმომადგენლობრივი დემოკრატია, მათ სადამე არჩევნები და არჩევნებთან მიმართებით ეს უდიერი დამოკიდებულება არაერთგზის ვიხილეთ. ეს იმავდროულად გრძელდება შემდგომ კონსტიტუციურ საფუძვლებს რომ მივყვეთ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც ასევე იქნა არაერთგზის შესაბამისი მოქმედებით სამწუხაროდ გამოხატული და დაფიქსირებული და ფაქტორად დადასტურებული მათსავე მიერ, იმიტომ რომ ვიცით რომ სწორედ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ისინი, რომელთაც მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს შესაბამის რეზოლუციას, თუ არ ვცდები ეს იყო 2008 წელსვე, როდესაც ტალიანის დასკვნაზე ასევე მათი ხელმოწერა ფიქსირდება და ასე შემდეგ, რითაც ფაქტობრივად ისინი აღიარებდნენ იმას, რომ დიახ მიხეილ სააკაშვილი იყო მათ შორის ის, რომელმაც დაიწყო ეს საომარი მოქმედება, დიახ. და აქედან გამომდინარე, ხა ძალიან შეიძლება ვცდილობ მოკლედ და ლაკონიურად ვისაუბრო ამ ყველაფერზე, მაგრამ იმდენი დეტალი არის და იმდენი ცალკეული დანაშაული არის აი ამ ამბავში. ჩემ სურვილს გამოხატავ. რა თქმა უნდა ეს ფაქტები იქნება განხილვის საგანი, რა თქმა უნდა გეტყვიან რომ უამრავ მათგანზე განაჩენი არ დამდგარა და ეს ფაქტები არ მომხდარაო. მაგრამ რაკიღა უკვე წარდგენილია კომისიაში ეს დადასტურებლად მიიჩნეს და დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზოგიერთი ფაქტის ხანდაზმულობის ფაქტი, დანაშაულის ფაქტი არ გასულა. აქედან გამომდინარე მოგიწევთ მეგონი სისხლის სამართლის მაგალითად თქვენ ახსენეთ ღალატი, თქვენ ახსენეთ რაც ისედაც ვიცით კაცო, მიტოვება ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის, ამას ძალიან ბევრს ვისმენთ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს სისხლის სამართლის დანაშაულებია, რომელთა ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. შესაბამისად, ავტომატურად, ბუნებრივად, ბევრი ტვინიჭყლით ამას არ უნდა დაისაჯონ ინდივიდებიც უკვე სისხლის სამართლის ძალით. თუ უყურეთ, თუ პარტიას გძალავთ იმ ფაქტების გამო, რაც მოხდა და საკონსტიტუციო სასამართლო ამას დადასტურებლად მიიჩნევს, ბუნებრივია, სხვა გზა არ არის, რომ ეს დასაჭერია ეს ხო? ეს თავისთავად ნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი აკრძალვა ბუნებრივია არ ნიშნავს იმას, რომ ამით ვიღაც ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება და თავისუფლდება მათ შორის იმ პოლიტიკური ძალიან მძიმე მემკვიდრეობისგან და შესაბამისად უკვე მორალური პასუხისმგებლობისგან, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისგან, რასაც ეს ჯგუფები ატარებენ, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ შემთხვევაში ატარებს. ასე რომ ეს უნდა მივიჩნიოთ, რომ არის ორი პარალელური, ასე ვთქვათ, პროცესი და პარალელური სამართლებრივი განზომილება აქვს დიახ. ამას უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც დაიწყო სამართლებრივი შესაბამისი დავა, მოდი ასე ვუწოდოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რათა პარტია იქნეს საბოლოო ჯამში აკრძალვა. ესეც ჩვენ რაც აპრობირებულია, ამასაც ვიტყვი საერთაშორისო დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ახალი ხილი, შესაბამისად, აკრძალვა რას ნიშნავს? აკრძალვა ნიშნავს, რომ ეს იურიდიული პირი გაუქმდება პარტია, ხო? რეგისტრაცია გაუქმდება, დიახ, მისი შესაბამის პარტია იმ პირებს, რომლებიც იყვნენ ოფიციალური თანამდებობები ეკიდათ, ეკავათ ამ პარტიაში, ამ ინდივიდებს. შეუძლიათ მეორე დღესვე დაარსონ პარტია დაუშვათ. ეს ძალიან კარგი და აქტუალური კითხვა არის. ცალკეან ერთდროულად. კი ბატონო, ძალიან ესეთი აქტუალური კითხვა არის, სწორი კითხვა არის, რა თქმა უნდა, თავისთავად. ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის ცნებას და მემკვიდრე პარტიის აკრძალვის გამარტივებულ სამართალწარმოებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ მართლაც თუ კი პარტიის აკრძალვის შემდგომ, მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ
იგივე ჯგუფი შეეცდება რომ შეიძლება მათი ნახევარი ეხა ეს კიდე ცალკე კი ბატონო ასე ვთქვათ სამჯელო შეიძლება იყოს გარკვეული ნაწილი თუნდაც შეეცდება იმას რომ ერთგვარი პოლიტიკური რეინკარნაცია მოახდინოს ამით და თუ სიტყვაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იგრძალა ხვალ რაღაც სხვანაირი ნაციონალური მოძრაობა დაირქვას და ვითომ ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გვერდი აუაროს რჩება ბუნებრივია ჩვენ ხელში ამ შემთხვევაში როგორც მოსარჩელეთა ხელში ბერკეტი იმისათვის რომ ანალოგიური რეაგირება განხორციელდეს აქ არის გაცლებით უფრო შემცირებული ვადები კრიტერიუმები რა არის კრიტერიუმებს მოგახსენებთ ეს ასევე არის გარკვეულწილად თავად თუმცა სასამართლო უნდა გადაწყვეტოს არის თუ არა სამართალმემკვიდრე მაგალითად შეიძლება თქვა ბუნებრივია საბოლოოდ ეს მისი გადასაწყვეტია მაგრამ მე გეტყვით ჩანაწერიდან გამომდინარე ესე იგი აქ არის რა თქმა უნდა საუბარი პირველი გაცხადებულ მიზნებზე, თვითონ საქმიანობის არსზე და მათ შორის შეიძლება აქცენტი გაკეთდეს პერსონალურ შემადგენლობაზე. ალბათ პერსონალურ შემადგენლობაზე, თორე საქმის განცხადებულ მიზნებზე ვერ მოედავებს. ნუ ეხლა ეს წესდებით ხო გასაგებია, შეიძლება რაღაც სხვა დაწერონ. თუმცა აი საქმიანობის არსს, როგორც კი შეიძლება ასე ვთქვათ, მიექცეს ყურადღება და თუ კი მემკვიდრე პარტია მოასწრო ამასობაში რაღაც ისეთის გამეორება, რაც მის ბჭყალებში მშობელ პარტიას უკვე ჩადენილი ჰქონდა, გულისხმობ ისევ არაკონსტიტუციური მისწრაფების გამოვლენას, რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი არგუმენტი იქნება. თუმცა პერსონალური შემადგენლობაც შეიძლება გახდეს ერთ-ერთი სამსჯელო საკითხი და საგანი საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ იცით როგორი შეიძლება სულაც ეხა ეს გარკვეულწილად ჩემი ხედვა გახლავთ, მაგრამ ახლა რამდენად იზიარებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ამას, ალბათ ეს მომავალში გაირკვევა, მაგრამ შეიძლება ერთი ან ორი ლიდერიც კი გამოეყოს ისეთი, რომელსაც ექნება სურვილი ცალკე დააფუძნოს მემკვიდრე პარტია, მაგრამ მათი გავლენა, მათი პოლიტიკური წონა იმ პარტიაში იყოს იმდენად გადამწყვეტი და იმდენად თვალსაჩინო, რომ თუნდაც ეს გახდეს. ეხლა შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ორ ყოფილ წევრზე და ლიდერზე აკრძალული პარტიიდან და თავდეთ არც აქვს უფლება მე მგონი, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე, მას არ აქვს უფლება, მაგრამ შეიძლება აქეთ თავდეთ 2000 კაცი პირობითად, ხო? ანუ და თქვან რომ იცით რა არის, ჩვენ არ ვართ მემკვიდრე პარტია, იმიტომ რომ აი 2000 ახალი წევრი შევკრიბეთ და ამ 2000-დან არის ჩვენ გარდა კიდე ერთი 20 კაცი არის, აი ლიდერი, რომელიც სპიკერიც იქნება, გამოჩნდება და ამ შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ რა თქმა უნდა ეს სასამართლოს შესაძლებელი იქნება, რამდენად ასე ვთქვათ მართლები იქნებიან ისინი ამ შემთხვევაში, ამ განცხადებაში და ხომ არ იქნება აქ მცდელობა ისევ იმისა, რომ აი ესე შეფუთვით რაღაცა ბრენდირების ელემენტების ხო შემოტანით და ახალი ბრენდირებით გაცოცხლდეს ის რაც უკვე აკრძალულია. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ შალო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო დიაპაზონი, ანუ მაღალი ეფექტი და აი ასეთი ფიქტიური პარტიების შექმნით და ასეთი ყალბი მანევრებით არ გახდეს შესაძლებელი ის, რომ იმავე ჯგუფებმა მოახერხონ ისევ პოლიტიკაში დაბრუნება და ალბათ ეს კითხვაც დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს და მაყურებლის ნაწილს ყოველ შემთხვევაში გქონდეს იმასთან მიმართებით, აი სიარატომ არ დაერთო თუნდაც ამ კონსტიტუციურ ფიზიკური პირების ცალკე. აი ჩვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ პრაქტიკულად აღარ დავინახეთ ამის საჭიროება, ვინაიდან პირველი აქ მთელ ასე ვთქვათ პოლიტიკურ დაჯგუფებაზე, კოლექტიურ ნაცმოძრაობაზეა ლაპარაკი, ანუ გულისხმობ მასშტაბს ერთი მხრივ და მეორე ისევ და ისევ არსებობს მემკვიდრე პარტიის აკრძალვის ბერკეტი და ეს ასე ვთქვათ საშუალება იმ შემთხვევაში თუ კი იქედან რომელიღაცა ლიდერი თუ ლიდერთა ჯგუფი შეეცდება აი ესე ამგვარად ისევ დაბრუნდეს პოლიტიკურ ველზე, რაც რა თქმა უნდა ეხა ყოველად დაუშვებელია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენ მათ ვედავებით იმას, რომ ისინი მიდიან კონსტიტუციური წყობილების, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, ხელყოფენ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მაგალითად რელომ განაცხადა, რომ ის ცვლის დამფუძნებლებს, მე მგონი აღარც უნდათ იმ ბანკირებს იქ ყოფნა, ცვლის დამფუძნებლებს, ცვლის პარტიის ისტებლიშმენტს და სრულად ბრუნდება ჩარჩოში და უშუალოდ იმ ჩარჩოში, რასაც ისინი დაუგვიანდათ, იმიტომ რომ ესე ნახევრად ხუმრობით, იმიტომ რომ ისინი უკვე სარჩელში რა თქმა უნდა ერთი მხრივ არიან. სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს. საქმე იცით რაშია, ეხლა თუ კი ვინმე მოინდომებს, რომ აი ესეც გარკვეულწილად არის
ვითომ და გამოსავალი ხა სიტუაციიდან რომ ისინი გადაურჩნენ ამით კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას. რა თქმა უნდა ხა საბოლოო ჯამში სასამართლო იმჟელებს ამაზე, მაგრამ ჩვენც მოსარჩელები ამ შემთხვევაში ხა ვინ იქნება წარმომადგენელი, ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხა არავის არ გაუჩნდეს თუნდაც იმის ინტერესი, რომ ცდილობაც კი გამოვლინოს, რომ აი ასეთი ფორმალური მე ვიტყოდი რაღაცა ვითომ და გზების და გამოსავლის პოვნით დაუძვრეს ხელიდან ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო მართლობა. საინტერესო საკითხი, ქონებას რა დაემართება ამ პარტიის ქონებას, დაფინანსება შეუწყდება ცხადია? არა, ის უკვე აღარ არის ასე ვთქვათ, ამ აღარ იქნება აკრძალვის შემდგომ, როგორც ასეთი სამართალ სუბიექტი შესაბამისად. ხო, ეს საინტერესოა ქონება ოფიცები, პარტიის ბალანსზე მყოფი ქონება, ეგ საინტერესოა. ის რაც არის ზოგადად ამ შემთხვევაში პრინციპი, ზოგადი პრინციპი, თუ ის აღარ არსებობს და ეს ამ შემთხვევაში არის იურიდიული პირის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესი, ხო შეიძლება უკვე გადავიდეს შესაბამისად ბალანსზე სახელმწიფოს იმათ შორის. კი ბატონო. ხო, მე მგონი ბევრი არ შეერჩათ რა თქმა უნდა. ხო, დაფინანსება აღარ იქნებათ რა თქმა უნდა. თავისთავად რაც აღარ არსებობს, რა დაფინანსება უნდა მიიღოს. შემდეგ აი წრუწრული პარტიები, რომლებიც ბოკერიას და ჩერგოს პარტია, რომელიც რა თქმა უნდა აფილირებულია ნაცებთან თავის დროზე, იდეოლოგი იყო ბოკერია. ის რატომ არ არის სარჩელში მოხსენებული? კი ბატონო, ესეც სავსებით ლეგიტიმური კითხვა არის. ამაზე სარჩელის გასაჯაროების დღესვე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ საკმაოდ ვრცლად და აქ რაზეა ლაპარაკი. აქ ბუნებრივია ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ორი მნიშვნელოვანი სტანდარტით. პირველი ეს არის მკაფიო კონსტიტუციურ სამართლებრივი სტანდარტი და მეორე ეს არის რა თქმა უნდა ასევე საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს ზოგადად პარტიების აკრძალვასთან მიმართებით, ამაზე ასევე სტრასბურგის სასამართლოს თავისი პრაქტიკა გააჩნია და აღნიშნული სტანდარტი მეტყველებს იმაზე, რომ თუ კი იმ კონკრეტულ მომენტში შესაბამის პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია რაიმე არსებითი ზეგავლენა მოახდინოს, მათ შორის თუნდაც იქნება ეს კონსტიტუციური წყობილების დაუშვათ ძალადობით შეცვლა თუ დამხობა, დამოუკიდებლობის ხელყოფა ქვეყნისა და ასე შემდეგ და ისინი დაუშვათ არსებობენ იმიტომ რომ ზოგიერთი ინდივიდი გამოეყო აი ასაკრძალად მოაზრებულ პარტიას მოსარჩელეთა თვალთახედვიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში ხა ასეთი ერთკაციანი პარტიები არ წარმოადგენენ საფრთხეს, რეალურ საფრთხეს აი ამ კონსტიტუციური წესრიგისთვის და შესაბამისად არ ხდება აუცილებელი რომ ამ გადამჭრელი ზომის ასე ვთქვათ გატარება მოხდეს მათ წინააღმდეგ. თქვენ შეაფასეთ ასე ხო? თქვენ შეაფასეთ მათი ძალა ხო? ეს ხა ამის ინდიკატორი რამდენიმეა ხო? არჩევნების მათ შორის არჩევნებში შედეგები ნაჩვენები მათი დიახ ასე ვთქვათ შედეგიდან ნუ ახლა აქ ისეთ პარტიებზეა ლაპარაკი რომლებიც დამოუკიდებლად ახლა ბარიერის გადალახვაზე არაფერს არ ვამბობ ისედაც შეიძლება ვერც კი უახლოვდებოდნენ თუნდაც 5%-იან საარჩევნო ბარიერს რაც საპარლამენტო და ესეთი ხრი რო იხმარონ მასობრივად გადავიდნენ ასაკრძალი პარტიიდან ერთკაციან პარტიებში სანამ არა ეს გადაწყვეტილება იქნება. კი ბატონო, ამასობაში როგორც მემკვიდრე პარტია ისე ჩაითვლება და ამასობაში შესაძლებელია უკვე ანუ კონკრეტული პარტია ხო, ნუ მემკვიდრე პარტიის ფაქტორი შემოდის აქ. ოღონდ ჯერ აკრძალვა უნდა მოხდეს. ხო, ეს პირველი ფაზაა. აი სანამ განხილვა ავიღოთ და გადავიდნენ რომელიღაცა გიგიწერეთის პარტიაში, მაგრამ გადავიდა ამ შემთხვევაში შეიძლება თუ კი ეს ინტენსივობა მიაღწევს იმ ნიშნულს, როდესაც უკვე რეალურად შეიძლება მომდინარეობდეს პარტიისაგან საფრთხე, ბუნებრივია ანალოგიური სარჩელი შეიძლება მომზადდეს იმ პარტიის მისამართითაც. მით უმეტეს, როდესაც პერსონალური შემადგენლობა იქნება ანალოგიური როგორც წევრებს და ლიდერებს. ერთმევად თუ არა უფლება იყარონ კენჭი როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ხა პარლამენტისთვის ეს აქტუალური საერთოდ აღარ არის. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. მერის არჩევნები. ხო, ხა თეორიულად დეპუტატს გეკითხებით, არა პრეზიდენტის არჩევნები თუნდაც. ხა
საპრეზიდენტო პირდაპირ წესით აღარ ტარდება. ხო, მაგრამ აქვს თუ არა უფლება მერის არჩევნებში? ან თქვენ ახლა ზოგადად კითხვას ვამთ პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ანუ ამ პირებთან ამ პირებს მიმართებით. კი. ანუ ესე ბლანკეტური მიდგომა ამ შემთხვევაში განვითარებული არ არის, რომ ყველას დაუშვათ შეიძლება პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდოს ამ შემთხვევაში დაყენებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ფაქტობრივად ისინი პოლიტიკური პროცესის მონაწილეები ვეღარ იქნებიან და რატომ? იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რა თქმა უნდა, ცენტრალური არჩევნები, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ეს არის საპარლამენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნებში ისინი თავისთავად ვეღარ იღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტი, დიახ. მაჟორიტარები კი ბატონო, საერთოდ არ არის აქტუალური, სრულად პროპორციული წესით ტარდება ჩვენი არჩევნები, რაც შეეხება ხა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ნუ იქ თეორიულად კიდევ ერთხელ როგორც ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებით, ისე მერებთან მიმართებით, ეს შესაძლებლობა თეორიულ კონტექსტში არსებობს, მაგრამ აქ ისიც არის მხედველობაში მისაღები, რომ ეს თავისი არსით პოლიტიკური, ასე ვთქვათ, იმდენად პოლიტიკური არჩევნები აღარ არის, ეს არის უფრო მეტად ადმინისტრაციული ტიპის ადგილობრივი არჩევნები, დიახ, და ესეთი ბლანკეტური შეზღუდვა შეიძლება ამ წუთის მდგომარეობით მათზე არ გავრცელდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონმდებლობა ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ ინდივიდების დონეზეც მოხდეს დასვლა. კი ბატონო, ეს კანონმდებლობით არის დასაშვები, დღეს რაც არის ქართული კანონმდებლობა, რომ ინდივიდების დონეზეც მოხდეს დასვლა და შეირჩეს დაუშვათ პირთა წრე, რომელთაც უკვე პასიური საარჩევნო უფლება ფაქტობრივად აღარ ექნება. ასევე ძალიან საინტერესო შეკითხვაა ჩემი აზრით, ეს პირები, რომელთა პარტიებსაც აღარ ექნებათ არსებობის უფლება, შესაბამისად ვერ მოგვევლინებიან პარლამენტის წევრებად, ხო? არის კიდევ მთელი რიგი არაპოლიტიკური თანამდებობები მოსამართლის თუ ასე შემდეგ, რომელთა რიგებში ამათი ნახვა არ მოეწონება. აქ როგორ იქნება? იცით რა არის? ეს არის შესაბამისი ორგანოს პასუხისგან, ხა თუ მოსამართლეებზე ვლაპარაკობთ, ნუ ვიცით ერთ შემთხვევაში თუ პირველ და მეორე ინსტანციაზეა საუბარი. ანუ გახდება თუ არა, იყურეთ როგორ არის საქართველოში ყველას შეუძლია, ხო? სცადოს და რაღაც პროცედურების გავლის შემდეგ გახდეს სამეთვალყურო საბჭოს წევრი ან მოსამართლე და ასე შემდეგ. და გახდება თუ არა ისაკუთრებს ამ ცენზებს, ნუ მაგალითად მოსამართლეობის კანდიდატის ცენზები რაც არის. გახდება თუ არა, ცენზში დაიწერება თუ არა ის, რომ აკრძალული პარტიის ლიდერი არ უნდა იყოს. ამის მე ხვდები, რასაც გულს ამის დაუშვათ ჩაწერის აუცილებლობა არ არის, რატომ? იმიტომ რომ როცა თუნდაც მოსამართლედ ხდება პირის განწესება, იქ ფასდება მისი როგორც პროფესიული უნარები, ისე მისი კეთილსინდისიერება. და ნუ ეხა რა კეთილსინდისიერებაზე ლაპარაკი რომ უკვე რა თქმა უნდა როცა ეს საქმეში ჩაიდება, როცა ის იყო აკრძალული პოლიტიკური პარტიის ლიდერი თუ წევრი თუ ასე შემდეგ, თავისთავად ცხადია. გასაჩივრდება. აქ უკვე საჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასაჩივრდება რა თქმა უნდა სტრასბურგში ეს და ეს თუ არის გათვალისწინებული სარჩელში და მთელ სამ ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ როდესაც ჩვენ სარჩელზე მუშაობდით, როცა ეს დოკუმენტი მზადდებოდა, ვიხელმძღვანელეთ ძალიან მაღალი სამართლებრივი სტანდარტით, რომ იმგვარად ყოფილიყო სარჩელი შედგენილი, რომ ერთი მხრივ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ყველაზე ასე ვთქვათ მჭიდრო კავშირში ყოფილიყო საკუთრივ კონსტიტუციურ სამართლებრივ დანაწესებთან და საფუძვლებთან, რაც შეიძლება გახდეს პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი და მეორე აი საერთაშორისო სტანდარტებთან. ამიტომ ხა ეს შეიძლება მათი უფლება იყოს ვიღაცამ ადგეს და წაიღოს სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ ჩვენი მხრივ რა თქმა უნდა ვამბობთ, რომ ვართ სამართლებრივად აბსოლუტურად და მე წარმომიდგენია ის სიგიჟე რაც მოყვება ამ გადაწყვეტილებას, რასაც დაიმართებენ ევროპელი ჩინოვნიკები, ამისთვის თუ ვაგზავნა. არა, რაღაც ნიშნები უკვე არის ამის. კი, და მithumetes გადაწყვეტილება რო იქნება. სხვადასხვა აბსოლუტური. არ აქვს უფლება რომ იმართება. ამასაც კი აბსოლუტური განცხადებები კეთდება, რომ საერთოდ ამბოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან და კონტექსტიდან. ხა წარმოიდგინეთ, აქ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციაზეა საუბარი და ნუ გამოდიან კონკრეტული პოლიტიკოსები და სხვათა შორის ისეთი პოლიტიკოსები, რომელთა სახელმწიფოებშიც ამ
მექანიზმის გამოყენებით პარტიების აკრძალვა მომხდარა და ზოგ შემთხვევაში არაერთხელ მომხდარა ასეთი პარტიების აკრძალვა და ჩვენ ვეუბნებიან რომ როგორ ბედავთ რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას იყენებთ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას რომ მათ ეშინიათ. ოღონდ ეშინია უფრო მეტად ნაცმოძრაობას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას თუ ეშინია მის და მათ გარე პატრონებს ეს კიდევ საკითხავია და თქვენი წინასწარმეტყველება შეიძლება ამ მხრივ მართლაც ახდეს და სრული ისტერია დაიმართონ იმ თვალსაზრისით რომ ნუ გასაგებია ისინი იმთავითვე ეფარებოდნენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ როგორც ხედავთ დღეს უკვე ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი იმისათვის რომ არავისმა გადაფარებამ არავითარმა საფარმა დიახ არ გადაარჩინოს. დიდი მადლობა ეს პოლიტიკური ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით ამ დროში ამომწურავი პასუხები იყო. მადლობა. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდებოდა ამ ნაბიჯს და არ დარჩა ძალიან ბევრი. თონიკე ჭეიშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, ზაზა შატილიშვილი მოვა სულ მცირე ხანში ჩვენთან. მადლობა. ჩვენ ზაზას მივესალმებით. ჩვენ უნდა ცოტა თვალსაწერი გავშალოთ და რაც საქართველოს ხდება არის მცირე ნაწილი მსოფლიოში მიმდინარე ამებისა. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ რომ ვენესუელასთან დაძაბული ურთიერთობა ტრამპს ძალიან სჭირდება, ძალიან ხანმოკლე წარმატებული სწრაფი გამარჯვება. გამარჯვება, ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იწურება, ხო, ვადა მისი, ეხლა ჯერ არა, მაგრამ მიდის მისი ვადა პრეზიდენტობის და ძალიან ხელშესახები გამარჯვებები არ ქონდა. ამიტომ ჩინეთში ეცადა რომ შერიგებოდა სის ალბათ პუტინთანაც რაღაცას დალაგებას აპირებს და თავისივე უკან ეზოში ალბათ დაჭირდება ძალიან მდიდარი ქვეყნის დათრევა. ნახოთ თუმცა რას გამოიწვევს ლათინურ ამერიკაში კოლუმბიის ახალი პრეზიდენტი რას იზავს, მექსიკის პრეზიდენტი რას იზავს, ესე მარტივად არ არის. რა სიტყვია? ნავთობით მდიდარი ქვეყნის. ნავთობით ძალიან მდიდარი. არა უბრალოდ, არამედ თავისი რეზერვებით ნომერ 1. რომელსაც ვერაფერი ვერ უკნა, ხო, ვერ დაიტრია, ეხლა ვერ ჩამოაგდო მადურო. ეხლა ვინმე შეიძლება გარეშე დამკვირვებელმა თქვას, რომ რაღაც გარკვეული წინააღმდეგობაა და გარკვეული პარადოქსული წინააღმდეგობაც არის ტრამპი როგორც მშვიდობის ყოფილი და ტრამპი როგორც ადამიანი რომელიც ემუქრება ვენესუელას რამდენად არის ეს ისე შიზოფრენიული გაურება თუ არა. მაგრამ შენ ძალიან კარგად თქვი უკანა ეზო ზუსტად ეს არის თუ ეს არის მონროს დოქტრინა 2 ნომერი 2 მაშინ გამოდის რომ ის მშვიდობის ყოფილია ჩვენს ნახევარსფეროში მაგრამ პატრონია ყველაფრის თავის ნახევარსფეროში. თუმცა თავის ნახევარსფეროში არის წინააღმდეგობა. მექსიკის დათრევა უნდა და გრენლანდიის ყიდვა თუ დათრევა და არ გამოვიდა. არ გამოვიდა. თელემბავი არის ის რომ ეს მექსიკის კანადის დათრევა. გარკვეული აზრით კანადისა და გრენლანდიის თემები არის ჩამოკიდებული. ანუ როგორც იცის ხოლმე, ხო, აი ეხლა ხო 9 თვე ხო უყურებთ როგორ მოქმედებს. დაანონსებს ჩერდება დაანონსებს რესურსი არ არის საკმარისი ამერიკაში ამის. შიდა პრობლემებია ბევრი, არ არის ამის რესურსი. უყურე ჩინეთთან უნდა დაალაგოს. რესურსი რო არ არის, ხო შორის კარგად ჩანს, თუნდაც რა ჩინეთთან ურთიერთობის გამოსწორების ცდილობაში. ჩინეთი მაინც ძალიან მსხვილი ეს არის სუბიექტი და ძალიან ეს თქვა ასე სერიოზული მოწინააღმდეგეა. რესურსი რო არ არის, ეს პირველ რიგში იგრძნობა უკრაინასთან დაკავშირებით. შევადაროთ ბაიდენის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელმაც მიახარჯა ფაქტურად ყველაფერი უკრაინას და ტრამპის საქციელი. არა ის, რასაც ის ლაპარაკობს, არამედ როგორც ირიჯება. აი, აქ არის ძალიან დიდი განსხვავება. რას აკეთებდა ბაიდენი, რა რესურს ახმარდა უკრაინას და როგორ იქცევა ტრამპი. აქაც არის ძალიან დიდი განსხვავება. გეტაყვები. და არც იმ რაკეტებს არ მისცემს, იმიტომ რომ ის რაკეტების მიცემა დაღუპვა. ტომაჰავკებთან დაკავშირებით ძალიან რამდენიმე სამხედრო ექსპერტს ჰქონდა შესანიშნავი პროგნოზი, სანამ ეს ყველაფერი გამოცხადდებოდა
ჩემთვის მჭირდებაო სანამ მიტყო და მანამდე რომ საზოგადოდ არარეალისტური იყო და ეს რო იყო წმინდა რიტორიკა რამდენიმე თქვა გასაშვები კომპლექსებია ცოდა ხო თავიდან ტექნიკურადაც შეუძლებელი გასაშვები კომპლექსებია მიწიდან ცოტა და ამერიკული გემები ვერ შევლეს შავ ზღვაში და აქედან გამომდინარე ეს ნუ აღმოჩნდა რომ მართლაც ესეა და მოხდა ტრამპის ებურად როგორც მანიცის ხოლმე რომ კი მაქო მაგრამო ჩემთვის მჭირდებაო ხო გასაგებია და რაც თავარია ის ამბობს რომ მოდით ევროპელებო უყიდეთ ზელენსკის იარაღი და შემდეგ აქებს თუ მიაქცია ყურადღება გუშინ როდესაც პრეზიდენტი იძლეოდა ეს თავის ინტერვიუს საერთო საზოგადო ინტერვიუს კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ არაფერი მე ნატოზე ვყიდით და ვისაც უნდა მე ნატო შეუძლია იყიდოს ვისაც უნდა ეს ჩვენი პრობლემა უკვე აღარ არის ამითაც ძალიან სერიოზულად განსხვავდება ისე ვიმეორებ შესაბამისად როდესაც ევროპაში კრიზისია როდესაც დიდი საერთაშორისო კრიზისი არის დიდ ქვეყნებს შორის ჩვენი ქვეყანა ღვთისმადლით როგორ არის აი დაცარქექიასავით რაღაცნაირად ძალიან ბრძნულად ჭკვიანურად აი ამ სილას და ქარიბდას შორის გადის იმიტომ რომ ჩვენ ვახერხებთ ისეთი დიდი სუვერენიტეტის განხორციელებას პარტიების აკრძალვა შენ წარმოგიდგენია ეხლა ეს სხვა დრო რო იყოს რა ამბავი არ წდებოდა და უბრალოდ ეხლა ლიბერალურ დემოკრატია დასრულდა ჩემი აზრით. აი როგორ არის აი სიც დაუშვით პუტინიც სხვა შორის ისრაელის ბევრი მართველი ისრაელის მმართველიც დიდი ხნით უყურებს საკუთარ პერსპექტივას და მათ ვერ იქნებათ ბევრი საერთო ადამიანი და რომელიც 3 წლის მერე აღარ იქნება პრეზიდენტი. ამაზე არის საუბარი, სხვა შორის ტრამპს ძალიან უნდა რომ მესამე ვადით იყაროს კენჭი და გამოუვა თუ არა ეგ არის. აი მან კი ერება აქვს თვითონ ლიბერალურ დემოკრატიას. აი მოხდა ისე რომ ვერ მუშაობს. ანუ არ თვლიან სერიოზულ პარტნიორად, ასეთ ერთი დღით, ორი დღით, ერთი თვით, ერთი ვადით არჩეულ, ორი ვადით არჩეულ პრეზიდენტებს და მმართველებს. იცი რა არის თუ გადავხედავთ ამას 91 წლის შემდეგ რაც განვითარდა მოვლენები საბჭოთა დაშლის შემდეგ და მაშინ შეგახსოვს ალბათ და არაერთხელ გვიხსენებია მალევე 92 წელს გამოვიდა ყმადაღებული წიგნი ფრენსის ფუკუიამას ისტორიის დასასრული ანუ უკანასკნელი ადამიანი სადაც მან ისტორია დაასრულა ლიბერალურ დემოკრატია თუ იმ პერიოდიდან შევხედავთ მოვლენების განვითარებას დავინახავთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს რომ არა მარტო იმიტომ რაც ახლა შენ ახსენე თუმცა ესეც ერთ-ერთი ფაქტორია მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის რომ რატო დასრულდა ლიბერალური პარადიგმა და ლიბერალური დემოკრატია როგორც პარადიგმა გამოჩნდა მისი რეალური პრობლემები რომ ის ვეღარ მუშაობს ყველაფერთან ერთად ვეღარ მუშაობს იმიტომ რომ ამერიკაში ფაქტობრივად მოიშალა check and balance system. სისტემა რომელიც მუშაობდა ნუ მოდი ვთქვათ ესე სამოქალაქო ომის მერე. ანუ მე ლაპარაკობ მესამე საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ხო? ანუ სისტემა რომელიც ითვალისწინებდა იმას რომ ყველაფერთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა იყო რომ სასამართლო არის პოლიტიკისაგან უფრო ზუსტად სასამართლო არ არის პოლიტიზირებული რომ სასამართლოს არ იყენებენ როგორც იარაღს ჩვენ ნახეთ ტრამპთან ბრძოლისას კი ბატონო და ყველაზე საინტერესო რა იყო რომ გარკვეული აზრით და მეორე ძალიან საინტერესო მომენტია ალბათ შენ კარგად გახსოვს ამაზე შეგვისაუბრია ამერიკული სისტემის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი, როდესაც დამარცხებული პარტია აღიარებს და ულოცავს გამარჯვებულ პარტიას. პირველი შემთხვევა, როდესაც არ აღიარა დამარცხება და არ მიულოცა გამარჯვებულ პარტიას პირიქით. არა თუ არ მიულოცა, ეს იყო ტრამპი. ამას მოყვა 6 იანვრის ცნობილი მოვლენები 2021 წლის, რამაც ფაქტობრივად ბაიდენს პირობით ბაიდენს მოდი ესე ვთქვათ ხელფეხი გაუხსნა მან გახსნა პანდორას ყუთი და დაიწყო
თავისი პოლიტიკური ოპონენტის დევნა და არა უბრალოდ ოპონენტის, ანუ პრეზიდენტის. ამერიკის მოგეხსენება არ არსებობს ესეთი ტერმინი ექს-პრეზიდენტი. ყველა პრეზიდენტი. ხო, რა თქმა უნდა. ყველა ანუ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყო უკანონო ქმედება. გამოყენება სასამართლო რესურსის. აი ეს ფაქტობრივად იყო დასასრული დასაწყისი აი check and balance სისტემა რასაც ქვია ამისი და ეს ყმადაღებული deep state-ის ხო არაფერი არ არის თუ არა აი შიშველი სხეული რომელიც ჩანს ნაფლეთებში ხო აქამდე ისე ვამბობ ლიბერალური დემოკრატია მუშაობდა ისე კულისები საერთოდ არ ჩანდა ხო და აქედან გამომდინარე თვითონ იმ ადამიანებს რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს და რომელსაც პრეტენზია აქვთ რომ მონაწილეობენ სოფლიოს მართვაში მოუწევთ გადაწყობა თვითონ ჩანასახშივე პრობლემები შეექმნება. არ გამოვა, ანუ როგორც ადრე იყო ისე აღარ გამოვა. 2016 წელს ორ არის ჩვენ ერთი რამ უნდა ძალიან კარგად გავიაზროთ. ტრამპი როგორც პოლიტიკოსი და ტრამპი როგორც სიმპტომი გეოპოლიტიკური. ტრამპი როგორც სისტემის კრიზისის ნიშანი. 2016 წელს როდესაც გამოჩნდა 2016 წელს როდესაც გამოჩნდა უბრალოდ მოდი თქვა 2015 წელს როდესაც უკვე გამოიკვეთა რომ ტრამპი ნამდვილად ხდება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ისეთი ლიდერი რომელიც შეიძლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი და როდესაც ჩვენ დავიწყეთ შენ ალბათ კარგად გახსოვს რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით მე და შენ რომელიც ყურადღება მივაქცეთ რას ლაპარაკობს ეს კაცი რომ ტაბუებს არღვევს ლაპარაკობს იმაზე რაზეც მანამდე არავინ არ ლაპარაკობდა და ღია სივრცეში დაიწყო მან ისეთი დაიწყო პოლიტკორექტულობის რღვევა დაიწყო რელიგიის ქრისტიანობის ქრისტიანობის და 2016 დაბრუნება 2016 წელი და 2016 წლის არჩევნები იყო პირველი ნიშანი უბრალოდ ნუ გასაგებია პირველი კანდიდატი პირველი ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანობის დაბრუნება მაგრამ მეტყველების დონეზე მოახერხა ნუ ტაბუები დაარღვია და ეხლა უკვე აი მე ამასინად უყურე თვითონ თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე ვიცე-პრემიერის ვიზიტის შესახებ ვიდეოში როცა არავის არ გაუკეთებია მაცხოვრის ტაძარში იყო და ჩვენ უფრო მეტიც ეხლა უყურე მარტო მაცხოვრის ტაძარში რო იყო ეს არა პირველი შემთხვევა როდესაც ამერიკის ოფიციალური პირი ასე მაღალი დონის არ მიდის გოდების კედელთან არ ემთხვევა მას და პირიქით მიდის არა გოდების კედელთან არამედ მიდის იქ სადაც მისი მწამსი არის ანუ მაცხოვრის საფლავთან და დემონსტრაციულად იჩოქებს თან ლამის ყველა პატრიარქის წინაშე ხო მათ წინაშე არა მაცხოვრის საფლავის მაგრამ პატრიარქის ვიდეოც ესეთი იყო მოგეხსენება იქ თითქმის ყველა კონფესია ტრადიციული დენომინაცია არის წარმოდგენილი დაწყებული მართლმადიდებლებით, კათოლიკეებით, სომხებით და ასე. ვენსი კათოლიკია თუ არ არის? ვენსი არის კათოლიკე. და ტრამპი? ტრამპი არის ერთ-ერთი ევანგელისტური დენომინაციის წარმომადგენელი. კი ბატონო, ნუ შესაბამისად ქრისტიანული რელიგიის დაბრუნება თეთრსახში და მთლიანად პოლიტიკაში ამ ფაქტორი პარტნიორს ნობელის სიტყვა ჯეიდი ვენსის. სადაც ფაქტიურად მთელი სიტყვა წარმოადგენდა არაუბრალოდ სიტყვის თავისუფლების აპოლოგიას, არამედ ქრისტიანობის აპოლოგიას. შესაბამისად, მოდი ახლა ვეცადოთ რომ გავერკვიოთ. მსოფლიო ისტორია თავისი გზით მიდის და გლობალურ ტენდენციებს, ღრმად ფილოსოფიურ ეგზისტენციურ ტენდენციებს ვერაფერი ვერ შეცვლის. გაჩნია შენ მარქსისტი ხარ, მაგალითად, ქრისტიანი ხარ თუ ასე შემდეგ. ყველა აი ესეთ უდიდეს იდეოლოგიას აქვს თავისი აზრი მსოფლიო ისტორიაზე, მაგრამ თავარი რა არის? არის შემდეგი რამ, რომ არის გარკვეული ხალხი ქვეყანათა თუ პირთა წრე, რომელიც ახორციელებს პოლიტიკას, წერს ისტორიას იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რაც მათ აქვთ. და ეს მხოლოდ მერკანტილური პრინციპები არ არის, იმიტომ როცა შენ ტრილიონი გაქვს ფული, უკვე მარტო ფულის შოვნაზე აღარ ახარ, ხო? შენ გაქვს უკვე შენი ამბიციები, როგორც წარმოგიდგენია მომავალი. ხო, იყო ლიბერალური ჰოლოკოსტის წარმოდგენა, რომ დეჰუმანიზაცია მოხდეს ადამიანის და ასე შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს ვერ გამოდის. ვერ გამოდის არამს თუ მესამე ქვეყნებში. ამერიკაში არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ თვითონ ამერიკელები არ აღმოჩნდნენ, მიუხედავად ასეთი შეტევებისა, მზად ამისთვის. თვითონ ამერიკაში აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოება მართლაც, რომელიც წავიდა აი ამ
სიგიჟის LGBT სიგიჟის წინააღმდეგ და მით უმეტეს სხვა ქვეყნებში ხომ სხვა ქვეყნებმა ეს ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენეს და საკმაოდ ოსტატურადაც და გაამაგრეს თავიანთი იდეოლოგიური პოზიციები. ეხლა არის დრო რომ არამც თუ ტერიტორიული და გავლენის სფეროები გადანაწილდეს, არამედ იდეოლოგია რომელიც მართავს ხო პლანეტას რაღაცნაირად ნაკლებად მტრული გახდეს და სასუშისლავანია იქონდა ბრეჟნევს ესეთი ძალიან ცნობილი ხო არ ვიცი ქართულად როგორ არის კაპიტალისტური და სოციალისტური სამყაროს სასუშისლავანია თანაცხოვრება კი ბატონო ჰელსინკის ცნობილი ხელშეკრულება 75 წლის სწორედ ითვალისწინებდა იმას რომ კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბლოკებს შორის შესაძლებელია თანაცხოვრება და არის შეჯიბრი ხო აი მე მგონი მოვიდა აი ამის დრო უკვე როდესაც მაგალითად ლიბერალური აგრესია აღარ შემოიჭრება ქვეყნებში და პირიქით ძალიან თუმცა ლიბერალური აგრესია საერთოდ დასრულდება რა ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება რაც ახლა შენ აღნიშნე თუმცა აქ არსებობს რამდენიმე მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი რა ის რომ ლიბერალური დემოკრატია სრულდება ჩვენს თვალწინ ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი რომ მართლაც შენ მართალი ხარ ეს ეგრეთ წოდებული ჯვაროსნობის პაროდია რომ ხდებოდა დემოკრატიის ძალით ცეცხლით და მაღლით გავრცელება ეს დასრულდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მაგრამ არ უნდა წარმოვიდგინოთ ის რომ გეოპოლიტიკა გაქრა ხო მაგრამ სხვა ინსტრუმენტები იქნება გეოპოლიტიკა იქნება რა თქმა უნდა მაგრამ ეს გეოპოლიტიკა იქნება ბევრად უფრო რთული და მრავალპლანიანი ვინმე იყო ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში აქედან გამომდინარე შენ ვახსენე საქართველოს მომენტი ხო და ნაცარკეკია შანსი გვეძლება უფრო მეტი ძალიან საინტერესოა რომ შესანიშნავმა აზგარდაცვლულმა ქართველმა კულტუროლოგმა გურამ ასათიანმა როდესაც საქართველოს განიხილავს სხვა შორის ყველაზე უფრო გასაოცარი არის ის რომ გურამ ასათიანი დიდი ხანია რაც გარდაიცვალა საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა 50 წლის ასაკში 80 წლებში და მაშინ ეს კონცეფტი არ იყო მე ვერ გეტყვი რომ ის იყო პოპულარული ერთ-ერთი პირველი ვისთანაც ხდება კონცეფტი სიტყვა გლობალიზაცია არის გურამ ასათიანი და გლობალიზაციას გულისხმობს სწორედ თანამედროვე მნიშვნელობით ანუ ერთიანი ღირებულებების გავრცელება ძალიან საინტერესო ესეები აქვს და ერთ-ერთ ესეში როცა ქართულ ხასიათზე ლაპარაკობს ნაზარკეკიას გამოყოფს სწორედ როგორც არქეტიპს არა მინუსი არამედ სწორედ პლუსი ნიშნით რომ ეს არის გარკვეული ხერხი რომლის მეშვეობითაც ქართული კულტურა საუკუნეების განმავლობაში ახერხებს არა მარტო თვითგადარჩენას არამედ განვითარებას სუვერენიტეტის შენარჩუნებას რომლის ერთ-ერთი გამოხატულება შეიძლება იყოს რაღაც მომენტში სახელმწიფო შეიძლება სახელმწიფო არ იყოს მაგრამ კულტურა იმდენად მნიშვნელოვანია რომ ის ახერხებს მაინც განვითარებას რაღაცას უფრო სხვა სივრცეებშიც მაგრამ შეიძლება ითქვას რომ აი სწორედ ესეთ რთულ ვითარებაში როდესაც ძალიან ბევრი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს აი სწორედ მაშინ სერფინგის დრო ქართული აი ზუსტად ქართული ეს მოხერხებულობა და თუ შეიძლება ასე ითქვას აი ეს ეშმაკობა ხო გარჯა ეშმაკობა გარჯა როგორც აკილია ამბობდა რომ საჭიროა გარჯა ანუ გარჯა გულისხმობს არა მარტო შრომას არამედ აი სწორედ მოხერხებულობასაც ხერხიჯობია ღონესა გარჯით მოდის და ჩვენც გარჯითვე უნდა დავხვდო აქ გულისხმობს სწორედ შესაბამისად მოვიდა ეგრე რომ სწორედ ეხლა არის მრავალფეროვნებაში ვიპოვოთ ჩვენი ამ 3 წლის განმავლობაში მანამდეც მაგრამ განსაკუთრებით ეხლა მით უმეტეს ხო ძალიან სერიოზული გამოწვევა და ეს გამოწვევა დღემდე არ დასრულებულა ჩვენ მართლაც ვახერხებთ ამ გარჯით არამც თუ კომაროვის შენარჩუნებას არამედ 7% ეკონომიკური ზრდა დიდი სუვერენიტეტი ვიდრე კონდა გარდა ამისა ვინმე ბევრ სერიოზულ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა 7%-იანი დაფიქსირდა ასე არის სერიოზული მარკერი ხო შესაბამისად მეც ასე მგონია რომ აი მართლაც შექმნილი მრავალპოლუსიანობა შეიძლება არა მარტო სამხედრო ძალების და ეკონომიკების არამედ თვითონ სოფხედველობების აი მაგალითად მე შეიძლება დავუშვათ იმას რომ ევროპის ქვეყნებში მთელ ქვეყნებში მოვლენ ევროსკეპტიკოსები მოვლენ იმიტომ რომ არა კიდევ ერთი მაგალითი არის აგერ ჩვენს თვალწინ რამდენიმე სულ რაღაც რამდენი კვირის თუ 2-3 კვირის უკან ბაბიშის გამარჯვება ჩეხეთში კიდევ ერთი ნიშანია ხო აი ეხლა შენ რასაც ამბობდი ხო უყურე ვიშეგრადის ცნობილი ხელშეკრულება თუ გახსოვს 2015 წლის 4 ქვეყანას შორის ეხლა ერთი ქვეყანა გამოვაკლდა ბოლომდე მაგრამ
აი ვიშეგრადის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მათ გაატარეს თავიანთი საიმიგრაციო პოლიტიკა. რა თქმა უნდა. ეხლა კიდევ თავიდან დგება ეს ხალხი. რა მოხდება ინგლისში, რომელიც უბრალოდ სულს გაფავს ამდენი ემიგრანტის გამო და კარგავს ევროპულ თვითყოფადობას და იქ ფარაჯს ძალიან კარგი შანსები აქვს. გერმანიაში რა ხდება, როდესაც მიუხედავად გააფთრებული ბრძოლისა პარტია ალტერნატიულ გერმანიისათვის გადადის პირველ ადგილზე, გადადის ნელ-ნელა. მათ შორის არა მარტო აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ. უკვე ნელ-ნელა, იმიტომ რომ პრობლემები თავისთავად ის რომ რა არის ლიბერალური დემოკრატია ახერხებდა და განსაკუთრებით საარჩევნო ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა. მისი ფილოსოფია ბოლო პერიოდის, ხო? აი, რასაც შეიძლება უწოდოთ ფუკუიამასა და ფარიდ ზაქარიას პოლიტოლოგია ახერხებდა, ჩავეკეტეთ ვიწრო დროში და არ გვიაზროვნა უფრო არ შეგვეხედა მოვლენებისათვის უფრო ფართო დროში. თუ უფრო ფართო დროში შევხედავთ, ავიღებთ 500 წელიწადს და მეც, მაშინ დავინახავთ, რომ გერმანიის ერთიანობა არის ძალიან მცირე ეპიზოდი გერმანული ხალხებისა და გერმანული კულტურის ისტორიაში. სასახად. და ალტერნატივის გამოჩენა, რომელიც ძალიან პოპულარულია აღმოსავლეთ ნაწილში. მე განცუდია გერმანელებს. ხო და ძალიან კარგად ჩდება ეს მომენტი, რომ გერმანია მართლა დღეს უკვე ჩანს ეს გერმანია არა. სილუეტი, სამი სილუეტი. და ბრიუსელის გერმანია გედერის გერმანია და ბავარია როგორც დამოუკიდებელი ძაღლი რომელსაც მეტი სიახლოვე ავსტრიასთან მინედარჩე გერმანია რაც შეეხება გერმანიას საშუალო სტატისტიკური გერმანელს არ უნდა რუსეთთან ომი ეგ როგორი ცხადი ამბავია იცი საერთოდ არ უნდა ძალიან ცუდი ანეკდოტები დადის ცუდი მეხსიერება როდის უნდა ვისწავლოთ რუსული ენა გერმანელებს ანუ მოდი ესე თქვა მე რამდენჯერ უნდა დაიწყო ომი რუსეთთან არ გამოსდით ეხლა უკვე მესამე შემთხვევა არა მე ადრეც ხო იყო კაცო ადრეც იყო ხო სხვა შორის ეხლა კალინინგრადი მოგეხსენება კენიგსბერგი კანტის საფლავი არის კალინინგრადში ანუ დიდი კალინინგრადელი ფილოსოფოსი კანტი მაგრამ უნდა გითხრა რომ როდესაც კანტის ცხოვრებაში იყო მომენტი როდესაც კენიგსბერგი გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი თუნდაც ხო იყო არა გარდა არ უნდა აყვნენ ბალტიის პირელებს ეგ მიხვდა მსოფლიო ბალტიის პირელებს ქვეყნებს რა ერქვათ კარელია 200 ფინეთი ერქვათ საერთოდ ოსტზეა და ესე იგი ერთადერთი კულტურული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი ჰქონდა ლიტვას რეჩპოსპოლიტაში ხოლო დანარჩენი ესტონეთია და ესტონია განიხილებოდა როგორც გერმანული მიწები გერმანული ორდენების მიწები დიდი მადლობა ზაზა მე მგონი ძალიან საინტერესო ამომწურავი ვერ იქნება მაგრამ რაც შევეცადეთ რაც არის გავკეთეთ და აი ეს მოგაწოდეთ დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს